ვინც შემოვიდა ჩემი მეგობარი ჭიათურელი, ყველას შევპირდი ხალხს. რომ ჭიათურებს დაუსვავ კითხვებს. უნდა დამბობო ეხლა და გამცხრიბო. მე კითხვას იქეთსო. ეხლა იყავი ამ ამპლუაში, კაი? ხო შეიძლება ეს ნახე მოეშვი. ეხლა არ ხარ ტელევიზიაში, ნახე? არ ხარ ეს მე ვარ, ასე. ნახე მოეშვი, მე ნახე როგორ მეშვები, აი მოვეშვი. მოეშვი. მეციდება, აი ტრენინგსო. როლები შეცვალე. როლები. მასწავლებელი რა. ჭიათურაზე. მე მიყვარს ძალიან ჭიათურა, დღემდე მაქვს სახლი. დღემდე მაქვს სოფელი და აი ბოლო პერიოდში ისეთ ამხარ ცხილეთში მაქვს სოფელი და ჭიათურა და გაიარეს ეს დაფარვის ხარეს მიდიხარ და მე მიდიხარ ცხილეთში. ამ სახლს ესე გაუვლიდით, დაუქნევდით ხელს ლეჟუბანში და თითქოს მიტოვებული ვით იყო ეს სადაც ჩემი ბავშვობა, აი ყველაზე ემოციური, ლამაზი და საყვარელი პერიოდი მაქვს გატარებული და რას ქვია არ მიყვარს. ჩემი მესამე სკოლა რომელიც დავამთავრე და ჩემი სახლის წინ იყო. იცი რა ახალ ცხოვრების სკოლას და არ მიმქონდა წიგნები. წავიდოდი პირველ გაკვეთილზე, გადმოვიდგენდი მეორე გაკვეთილის წიგნს წავიღებდი, სასახლეში სადაც შევდიოდი დედას და ბებოს გამზადებულ საჭმელს სახში შევდიოდი, გავიქცეოდი. აი ესეთი სითბო და სიყვარული მახსოვს და ჩემი ჭიათურა, იცი რა ხალხთაული მადიოდა? აი აქამდე ხანდახან აქამდე და ახლაც მახსოვს ზამთარში იყო პერიოდი პირველ საფუძველ ცხოვრობდი და ფანჯიდან გადავდიოდი. კონკურსებში? ლეჟუბანში ორსართულიანი გერმანელების დროინდელი აშენებული სახლი და ლეჟუბანი კი ქვია იმ მიყვანს, მაგრამ ჩემი სახელით იწყება ის უბანი, ნათია გოგსაც ცხოვრობს იმ უბანში, გოგსაც მე ხო ვიცი ხარ ლეჟუბანი ხო? ატომუმაძის სკოლა იყო, რომელსაც და დაამთავრე იქ? იქ დავამთავრე. შენ ძალიან ისეთი ვიტყვი ხა კარინოი ჭიათურელი და თან აი ძალიან მიყვარს, დიდი ემოცია მაქვს. აი სახე არ გავყიდეთ მიმღებოდ იმისა, რომ წამოვედით აქ ჩემი ძმაც, ჩემი დაც, მაგრამ დღემდე ვინაჩუნებთ იმ ჩემ ლეჟუბანს, სადაც მე ცხოვრობდი. ხა რა არის შენთვის ჭიათურა? აი ეს არის ბავშვობა, ეს არის თავისუფლება, ეს არის ბედნიერება და ჩემი მშობლები და სიყვარული და ადამიანთა ურთიერთობა. იმიტომ რომ ბნელი 90-იანები, იცი რა ბედნიერად გავატარეთ, იქ შეშის ღუმელი იყო, მეზობლები ვიკრიბებოდი, ძესუმძირას ერთად ხალავდი და ჩემი და გიტარაზე უკრავდა და ის ბნელი დღეები, რომელიც ძნელი იყო და ახლა მახსოვს მამაჩემ სქოდა დიდი ნუტის პალტო და ჩავიცვამდი იმას და გავდიოდი დიდ ოთახში, ერთ ოთახში ერთო ცეცხლი. ყინავდა და გავდიოდი იქ და ვიწყებდი მეცადინეობას და დენი მოდიოდა ღამის 3-ზე, ზოჯები იძინებით, ღამის 3-ზე დგებოდით, ვიწყებდი მეცადინეობას. და ბებია ჩემი ამბობდა რომ ეს ბავშვი ვაიმე იმდეს მეცადინეობს, მოგვიკვდება. მე ვთქარი, იმას ნერვიულობ რომ ლამპასთან არ ვიჯდე. ეხლა დენი მოვიდა და ავდექი, ამაზეც ნერვიულობ, თქო მეუბნებოდი ხოლმე და ახლა მაინც მაცადე რომ ვიკითხო და ძალიან დიდი სიტყვაა და სიყვარული. რისი სუნი აქვს ჭიათურას? აი რასთან ასოცირდება? აი ცეცხლთან ვანთებდით. ისე მარგანეც სუნი აქვს? არ ვიცი, იცი რა არის. რა საინტერესოა? მე როცა ცხოვრობდი ჭიათურაში, მაშინ იყო მაღარობი, ახლა ღია წარმოება უფრო და კარგი მოპოვება და აი ეს მარგანეცთან ახლა ესეთი შეხება არ მქონია, მაგრამ და ყველაზე მეტად მიყვარს აი ირგლებაში წეს რო აქ ეს დილექსი, რომ ასე თეთრად გლუყვილოდ ყვავის ასე იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული. აი ჭიათურაში აღდგომას რომ ჩახვალეს